built. Most people never been, so you gotta give some respect to a man moving slow in control of 80,000 pounds of rolling death. This song is for the truck driver on his way across this land. Make a loud noise for the dirt boys hauling rock or load of sand. Can I get a what's up to the beer truck for the cold one in my hand? This song is for the truck. გამარჯობა. მოგესალმებით ყველას. ჩემი YouTube-ის არქის გამომწერებს, მაყურებლებს, ბლოგერებს, არა ბლოგერებს და უბრალოდ ყველას მოგესალმებით, მეგობრებო, როგორ ახართ. მოკლედ, დავიწყებ ახლა მე ვიდეოს ჩაწერას და აგიხსნით რა როგორ და რანაირად. დღეს არის 21 მაისი და საღამოს 5 საათია. ვიმყოფები მიჩიგანში. მოგეთ ჩემო მეგობრებო, სიტუაცია ესეთი არის. მიჩიგანიდან ავიღე ახლა ტვირთი, მივდივარ კალიფორნიაში, კერძოდ ლოს-ანჯელესში. დელივერი მაქვს გასაკეთებელი ორშაბათს და დღეს პარასკევი დღე არის. უნდა წავიდე საღამოს ორშაბათს, უნდა ჩავიდეთ კალიფორნიაში. სიმართლე გითხრათ, ცოტა დაღლილი ვარ. ნამუშევარი ვარ, დღეს ძალიან ბევრი საქმე გავაკეთე, ძალიან ბევრი ვირბინე, ასე რომ ვთქვათ და ცოტა დავიღალე. ორიოდე სიტყვით გეტყვით ახლა რა ხდება, რა სიტუაცია არის. მე გამოვედი სამუშაოდ 2 კვირის წინ. დავბრუნდი ჩემს ძველ კომპანიაში სამუშაოდ და დავიწყე მუშაობა. მოგეხსენებათ, თუ გახსოვთ, ვინც თვალს ადევნებთ ჩემი YouTube არხს, ბოლოს ტრაილერით სატვირთოთი მუშაობის ვიდეო, ანუ მუშაობა ამერიკაში, მე გადავიღე, დავდევი 17 თებერვალს, თუ სწორად მახსოვს, 17 თებერვალს წავედი სახლში ჯანმრთელობის პრობლემის გამო, ეს დაკავშირებული არის ფეხთან, მენისკთან, გავიკეთე მენისკის ოპერაცია და დღესდღეობით ნელა-ნელა ესე წვალებით, ჩოკიალით, ჯოხით ვიწყებ მუშაობას, ანუ დავიწყე მუშაობა, რეაბილიტაციის პროცესში ვარ. ეხლა რო არა ცხოვრება ამერიკაში, რო არა ისე რაღაცეები ცოტა არეული, ხო? წესით და რიგით მე ახლა უნდა ვიჯდე და უნდა კურნალობდი ამ ფეხს და უნდა ვარჯიშობდე და რა ვიცი, მაგრამ მიწევს მუშაობა რა. უნდა ვიმუშაო. შრომა და შრომა. შრომისთვის არის ადამიანი შექმნილი, ასე რომ ვთქვათ, ხო? მოკლედ, ორი კვირის Start navigation. We are heading to 11,680 Dayton Drive, Rancho Cucamonga, California. Head south toward Coolidge Avenue. Yeah, brother. Yes. ორი კვირის წინ დავიწყე მე მუშაობა ჩემს ძველ კომპანიაში. ორიოდე სიტყვით გეტყვით ჩემს სატვირთოზე. სრულიად ახალი სატვირთო მყავს. როგორც სავარძლებზე წაიგითხავთ, ნახავთ, ეს არის მაკი პიონერი 2026 წლის, ძალიან მაგარი სატვირთო არის, ძალიან კარგი. სრულიად ახალი ცელოფნებით იყო ეს და მეორე სატვირთოზე ცელოფანი არც მომიხსნია ჯერ. გადავიღე ვიდეოები 2 კვირის მანძილზე, კალიფორნიაშიც ვიყავი, იქეთ-აქეთ, კოლორადოში, ოჰაიოში, ნიუ-ჯერსში, ყველგან ვიყავი, მაგრამ სრულიად, ასე რომ ვთქვათ, ჩემდა მათ დღეს ჩავდევი მეხსიერების ბარათები ჩემს კამერებში და უბრალოდ ყველაფერი წამეშალა რა. აი რაღაცას მოსატეტყვი არის, წამეშალა, ძალიან მაგარი რაღაცები მქონდა გადაღებული, მაგრამ არა უშავს. ხა გადავიღებ და რა ვიცი, წავალ და თქვენს ჩემთან ერთად იმგზავრეთ და ნახეთ
დღესაც გადავიღე ძალიან მაგარი ვიდეო და ნუ ყველაფერი წავიდა რა. ორიოდე სიტყვით გეტყვით ახლა კამერებზეც კონკრეტულად ამ ვიდეოს მე როგორც ხედავთ ახლა მე აქ ვზივარ კონკრეტულად ამ ვიდეოს ვიღებ DJI 360 კამერით რა. ეს სელფი ჯოხი და ესენი რო არის რაღაცეები, ხო? ტორპედო დავარქვათ რა. მოდით შევთანხმდეთ იმაზე, რომ ხშირად გამოვიყენებ ხოლმე რუსულ ტერმინებს, რაც საქართველოშიც მიღებული არის და ძალიან ახლა ნუ ჩამქოლავთ რა, წინასწარ გთხოვთ ყველას. ტორპედოზე მაქვს დამაგრებული DJI 360-ის კამერა, რაც ჩვეულებრივია ერთი თითის ხელის манипуляციით, აი ესეთ რაღაცას გავაკეთებ, ნახეთ. ოპ. ой ვერ გავაკეთებ, ასე იყოს, მე გავასწორებ. შემოტრიალება ვიდოდა კადრის, მაგრამ 5K რეჟიმში ვიღებ ვიდეოს და ბოდიშიო კადრი არ შემოტრიალდება, მაგრამ რო გავთიშავ ვიდეოს, მომავალი ვიდეო, ანუ მომავალი ჩართვა უკვე იქნება, რომ იქითაც შემოტრიალდება, აქითაც შემოტრიალდება და ასე შემდეგ, ასე შემდეგ. თავარია, ჩემი ხო კარგად გესმით, იმიტომ მე ვიყენე DJI-ის მიკროფონს. და DJI-ის 360 კამერა, რაც ვფიქრობ, რომ ძალიან მაგარი ხარისხით არის. ახლა ეს რასაც მე ვხედავ, არ ვიცი როგორ იქნება YouTube-ზე. და მაგ კიდე ესეთი მეორე საყვარლობა პატარა DJI, ეს არის Osmo Nano. აი ესეთი კამერა არის, ესეთი ცალკე იხსნება, თქვენ ამ კამერას მე კადრებშიც ნახავთ. ამ კამერას ძალიან მაგრად ვიყენებ ტრაილერის დაპარკინგების დროს, ჩახსნის დროს, ჩაბის დროს და ნუ რა ვიცი, 1000-ნაირ რაღაცებით. ეხლა ბევრ დროს არ წაგართვეთ, არ გავწელავ ბევრ დროს, მეც ახლა ველოდები რომ საბუთები დამიდასტურონ ყველაფერი და წავიდე და წავალ. როგორც გითხარით, ძალიან დიდი რეისი გვაქვს, ასე რომ ვთქვა, შორი 2215 მილიარდი, რაც ეს წერს, ეს პატივცემული აქვს 32 საათი და 54 წუთი, ანუ 33 საათს მიწერს, რაც ეს არარეალური არის. ამას ალბათ 10 საათი მაინც უნდა დავამატოთ. მეტი თუ არა. ასე რომ ეხლა ბევრ დროს აღარ დავკარგავ, საბუთებსაც მასე დამემენ და წავალ. ნუ სამწუხაროდ ვერ გადავიღე აი ეს ჩაბმის პროცესი, რაღაცები, მაგრამ ამას სხვა ვიდეოებშიც ნახავთ და ეხლა თუ ჩემს ფორმასაც, უნიფორმასაც დააკვირდებით, ამას ეს არის ჟილეტი, ანუ ამერიკულად, ინგლისურად ამას vest ქვია. ამის გარეშე ნუ ტვირთის აღება და რაღაცები ძალიან ბევრი მგეში არ შეიძლება კომპანიებში და მეც ახლა ისეთ აქ ვიყავი კომპანიაში ტვირთი ავიღე და ეს იმიტომ აცვია. გეგმაში მაქვს ახლა უნდა დავიძრა ნელ-ნელა, როგორც გითხარით 5 საათია, 6 დაიწყო. ნელა-ნელა გავალ და შემდეგი გაჩერება მექნება აუცილებლად track stop-ზე. უნდა მოიწესრიგო თავი, ვიბანაო და ასე შემდეგ და მე ჩაგერთებით რა, მოგვიანებით. საწვავი აღებული მაქვს, ყველაფერი გამზადებული ვარ, ნუ ყველანაირად მზადა ვარ, რომ აი ავდგეთ და უბრალოდ წავიდეთ რა. რაც შეეხება ახლა ორიოდე სიტყვით უნდა ვთქვა. ერთხელ მომწერეს ხოლმე ტრაკიო რა არის და ნუ რა ვიცი ხა ტრაკი ბოდიში და ყველა მიცით რა არის. მაგრამ ტრუცკ ასე რომ წავიკითხო ტრუცკ არის ტრაილერი ხო და ამერიკელები ტრაკს ეძახიან ჩრაკ და ჩვენ წაღ ბევრი ქართველები ეძახის ჩრაკს, ჩრაკს, ტროქს, ტრუქს, ტრუცკს და ასე შემდეგ. საერთო ჯამში უნდა აგიხსნათ თავიდან რა. გეტყვით, შეიძლება ადრე ვიდეოებში მაგდა თქვა. ტრაილერი არის ჩემო მეგობრებო მისაბმელი. ტრაკი, ტროკი, ტრუკი, ჩრაკი, ჩროკი და სხვა ეს არის სატვირთო. აი რაშიც მე ვზივარ. ჩვენ
მიჩვეულები ვართ საბჭოთა კავშირიდან, იქიდან რომ ტრაილერი, значит, არის ტრაილერი, აი ეს თლიანი აწყობა, ტრაილერი ეს არის. თლიანად ტრაილერი. მაგრამ მე ვეცდები რომ ჩემს ვიდეოებში ვისაუბრო ქართულად მაქსიმალურად სწორად ვისაუბრო ქართულად და ასე რომ ვთქვათ, ბევრი რაღაც ტვინის ჭეჭკვები არ იყოს. ხო და აჩეხება ახლა ჩემს დასავლურ დიალექტს, აი ჩემს სამტრედიულ ქუთაისურ დიალექტს მე ეს ვერასოდეს ვერ მოვიცილე და არც მინდა რომ მოვიცილო, ღმერთმა არ მომაცილოს. აი სისხლიდან ხორცამდე მიყვარს ჩემი ქვეყანა, ჩემი კუთხე, ჩემი იმერეთი, სამტრედია, ქუთაისი, სრულიად საქართველოს ძალიან, ამაზე ხა არ დავიწყებ საუბარს. უბრალოდ აი ეს წაიმოი და ეს მოიწაი და ეს კვატიე წყალში დაიხჩო, ეგენი ჩემს ვიდეოებში იქნება. მაგრამ მე ამაში ცუც ვერაფერს ვერ ხედავ, გარდა იმისა, რომ ჩვეულებრივი საყვარლობა არის რა. ხო. ეხლა დროც მოვიდა უკვე ჩემი წასვლის და წავიდეთ. დავიძრათ ეხლა და გავიდეთ აქედან და აი რომ გავალ ეხლა ამიდან აქვია არეალიდან ჩაგერთებით, ცოტა მოგვიანებით და შევეცდები რაღაცეები განახოთ, რაღაცეები დაგათვალიერებინოთ და აბა ჩემო კარგებო, თქვენ კარგი დასვენება, ტკბილი ძილი, კარგი პულმარილი, მე ბედნიერი გზა და რა ვიცი. ვფიქრობ ეხლა ამინდი მინდა შევამოწმო. ვნახოთ დღესდღეობით რა ხდება კოლორადოში, ვინაიდან კოლორადოს გადავლა მიწევს, აი ეს დიდი პერებლები აქვს კოლორადოს, ნახავთ თქვენ მაგას აუცილებლად. და მინდა რომ შევამოწმო ამინდი, როგორი ამინდი არის კოლორადოში. და აი კოლორადო და კოლორადო სპრინგსი არის დენვერთან, ახლოს და რა ვიცი, ცივი არის. ქარები აქვს და ასათკი, აბა ვნახოთ. არა, სამწუხაროდ საბედნიეროდ, ჯერჯერობით არაფერი არ არის. აქ ისეც ვერაფერს ვერ ხედავ. დენვერში, რა ვიცი, ჯერჯერობით, ისეთი არაფერი, ისეთი რა. შაბათს ძალიან მაგარი ამინდებია. რა ვიცი, კაროჩი, იტოქში წავედით, მაშინ ჩემოკარგებო კოლორადოთი. და ძალიან მაგარ ბუნებას დაგათვალიერებინეთ, ძალიან მაგარ ადგილებს განახებთ. ხო, უნდა დავამატორო, მე მაქვს აი 360 კამერის სამაგრი, რომელიც უნდა დავამაგრო სატვირთოზე და ისე წავიდე და ვეცდები რომ აი ეს რაღაც ისეთი მომენტები დაგათვალიერებინოთ რა. ანუ მე არა ვარ ასე რომ ვთქვათ ბლოგერი, მე ჩემი თავი ბლოგერად არ მიმაჩნია. ვის როგორ უნდა ისე გაიგოს, მე არა ვარ ბლოგერი, კიდევ ვიმეორებ. უბრალოდ მე ვიღებ იმას, რასაც ვაკეთებ და აი რაც ყველაზე მეტად ასე რომ ვთქვათ სიამოვნებს. იმიტომ რომ ყველანი ვბერდებით, ყველა დავბერდებით და რა ვიცი, დრო რომ მოვა სატვირთოზე ვეღარ შევძლებ დაждდომას. რაღაცა იმ ვიდეოებს, რაღაცეებს შევხედავ და გავიხსენებ რა, აი ამ ვიდეოებს. და ცოტა შორს ვიყურები ახლა და რა ვიცი. ხო, მე მოკლედ რომ ვთქვათ, სიამოვნებს ის, რასაც მე ვაკეთებ, მე ამით ის სიამოვნებას ვიღებ. თუ ვინმეს არ მოვწონ ვარ, გულზე არ ვეხატები, ასე რომ ვთქვათ, კი ბატონო. შეგიძლიათ დამბლოკოთ, გამანადგუროთ, რა ვიცი, ამომძირყოთ ყველანაირად და რომ ჩემი ვიდეოები არ ნახოთ. აი ვისაც მოგწონ ვართ, ვისაც მოგწონთ ჩემი ვიდეოები, უყურებთ ჩემ ვიდეოებს
და ასე ვთქვათ, ამითი სიამოვნებას იღებთ, უბრალოდ მიიღეთ სიამოვნება და უნდა დავამატო ის რომ როგორც ყველა ამბობს, გამოიწერეთ ჩემი არხი, არ დაგავიწყდეთ არხის გამოწერა. მე ესეთი არ ვიყოს, არ დაგავიწყდეთ არხის გამოწერა და ესენი არ მიყვარს. მოდი დავქოქოთ. გამოიწერეთ ჩემი არხი, დაალაიქეთ ჩემი ვიდეოები. თუ არ მოგეწონებათ, დიზლაიქების დამიწერეთ, დაწერეთ თქვენი კომენტარები და მომაწოდეთ თქვენი იდეები, რა გადავიღო, როგორ გადავიღო, რას მივაქციო ყურადღება, რას არ მივაქციო ყურადღება, ჯანსაღი კომენტარი, ჯანსაღი კრიტიკა, ასე რომ ვთქვათ, ჩემთვის მიღებული არის და მე ამას უყურებ დადებითად, იმიტომ რომ მე ვსწავლობ საკუთარ შეცდომებზე და ვსწავლობ კიდე სხვების შეცდომებზეც და თავისთავად რაღაცა რჩევებს მე ვითვალისწინებ და მოხარული ვიქნები თუ სწორ მიმართულებას, აი მოვცემთ, როგორ რა გადავიღო, რა უფრო სასიამოვნო არის თქვენთვის და რა უფრო მისაღები არის თქვენთვის. ეხლა აბა წავედი და დაგეთიშებით და ცოტა ხანში ჩაგერთებით. კარგად ბრძანდებოდეთ, არ გემშვიდობებით. საღამოშვიდობის ბიჭებო, მოკლედ აიოვაში გადმოვედი 1900 მილიდან ჩაგასავლელი, კარგად ვიბანავე, ცოტა წავიხებსე კიდევაც პატარა, ხა წამლებს დავლევ და გავეშვები და წავალ რა. ესეთი სიტუაცია არის, რომ მურშაბაც უნდა ჩავიდე და ასე რომ ვთქვათ, ეხლაც რომ დავიძინო სიტყვაზე პირობით და არსად აღარ წავიდე, ხო? ჩაოლებდა ჩავალ ზეკ კალიფორნიაში, მაგრამ მინდა რომ ვიარო ეხლა ეს ცოტა გავიარო, ხო და 1800 რო დავიტოვო, ხვალ გავიარო 900 მილი რა. ნუ კაროჩე, იტოქში რა, დღეს კარგად უნდა ვიარო. ხვალ იქ მინდა შესვლა სამონადირეო მაღაზიაში, რაღაცების დათვალიერება მინდა და ცოტა ექსკურსია მინდა, პატარა მოვაწყო, ამიტომ დღეს ცოტა მინდა რომ ვიარო რა. გავეშვით ახლა. აი. ეხლა ჩავაქრო შუქებს. კამერას შევაბრუნებ, ცოტა წაგეჭორავებით და გავაგრძელებ გზას. დამავიწყდა კამერის წაღება. და მინდოდა მენახებინა თქვენთვის. ეხლა იმას არ განახებდით, რა ქვია, ტუალეტებს და იმას, რა ქვია, მაგრამ მინდოდა მენახებია თქვენთვის, როგორ გამოიყურება აბაზანა რიგითი ასე ვთქვათ, მძღოლის რა ამერიკაში. მინდოდა მენახებიდა და
დამავიზდა. არა უშავს. ეგ სხვა დროს. ავეიხელი შელეიჩო თუ გინდა ადგილი თქვა რაღაცა. აუ, კაროჩე რა, იმენა სახით დებილები არიან, სახით რა, სახით დებილები არიან. ადგილები ჭირს. ესეთი იგი არის, რომ ადგილები ჭირს, არ არის ადგილები და აქ ჩავაყენე. ხო და ეხა დადის მანქანას ეძებს და მე დაუძახე რომ მოდი აქ ჩადიკითხო და ალბათ იმაშვება, ერთულება, ჩაყენება ალბათ, არ ვიცი, სხვა დაუძახე და დაკითხო და არ დადგა რა. მოდი ეხა შევატრიალოთ კამერა ესე და აუ როგორ არის გაზუნზლული ჩემი ისა რა ქვია საქარემინა ფსიქებიდან და ან წერებიდან და ჯერ სად არის ნებრასკაში ხვალ ხდება უჰ გამწვანებს თეთრმანქანას გამწვანებს მეორე პროგრამზე მიდის ეს გაჭირებული იგი წაგართვევ ნახე ვიცი მაგადის წაგართვევ დადის ადგილზე ძებს მარტივ ჩასაყენებელს და სად არის მარტივი ჩასაყენებელი თუ ნახა უნდა ეგრევე ეტაკო ეცე ეგრევე რომ ჩააყენო მე აიოვაში ვარ თქო ვიძახი და აიოვაში კი არა და ილინოისში ვარ ბიჭო ილინოისში აიოვა აწება გასავლელი Turn left at the traffic light. ადგილებია რა ხიდა შეიძლება დავეყენო პატარა მანქანები დგებია Continue on the current road. ესეთი სიმპათიურობა მაქვს სალონში. წითელი შუქები, წითელი სპორტიულები, იმენა წითელ. რაიმე მუზონი ხომ არ ჩავთო თქვა იმას ვფიქრობ ხოლმე და აუ ყავა უნდა ამეღო, აწვენი უნდა ამეღო, რამე მივქარე. მიწევს გაჩერება 2 საათში მიწევს გაჩერება სათვალის ჩასხმა და მაშინ მივირთვევ ყავას თუ არ დავიძინე თუ დავიძინე ვერ ვძვირვი აცვირია ბიჭო საწვავი რა ახტივეს საშინელი ფასები აქვს საწვავსა
კარგით ახლა ბიჭო. წავედინე, თქვენ დაისვენეთ, დაიძინეთ. მე გავაგზავნე გზას. კალიფორნიის საკითხი. ჯავრთან ახლა მუსიკა. ჯავრთან მუსიკა წავალ. აბადროებით. გამარჯობა ბიჭებო, გოგოებო. როგორ ახარ, დიდებო და პატარებო. ნებრასკაში ვარ, ნებრასკაში. სიცხეა სასაული. ძალიან მაგრა ცხელა. დასვარეს ბუზებმა ჩემი სტეკლო. საგარემინა ბუზებმა დასვარეს. დაი. ობა. თანცეგვა, თან საქმე. აი ესე მეძინა ეხლა. რესტარიაზე ვიყავ გაჩელებული, ისე მეძინა. ეს ჩემი ნიჭიერი მეგობარის ნახელავია. კომაგარია. აუ ცხელა ძალიან და ქარია რაღაცნაირი ცხელია წრიალებს ყველაფერს. კაია ბიჭო, მოჩა ვასო. გამოიწერეთ ჩემი მეგობრის გვერდი. ვასო ზაქარიაძის. ეჯერი მუსიკოსი და გაიგაც. აი სა. უხა. რა კაი საძუნძულოა. კაი საძუნძულოა.
გამარჯობათ, ჭირო მეგობრებო. ყველას მოგესალმებით კიდევ ერთხელ, როგორ ახართ? მოკლედ დღეს არის დღე მესამე. მივდივართ მიჩიგანიდან კალიფორნიაში. მიმაქვს ტვირთი და ეხლა გაჩერებული ვარ კოლორადოში გავჩერდი, რომ დავისვენე, კარგად გამოვიძინე, გამოვიშუშე, რომ ვთქვათ რა იმერლება, რომ იციან ისე და ეხლა მინდა დაგათვალიერებიოთ ჩემი სატვირთო შიგნიდან. მე რაღაცას პატარას წავიხევსები, ისე ვთქვათ. ეგეც იმერულად ნათქვამია, ცოტა საჭმე შევჭამ რაღაცას. კიდე ცოტას დავისვენებ და გავაგზილებ გზას კალიფორნიისკენ. მე გითხარით თქვენ ვიდეოებში ვამბობ, რომ ესე იგი, მოდი, შემოვატრიალე. ვამბობ, რომ უნდა შევიდე სათევზაო მაღაზიაში, სანადირო მაღაზიაში, რაღაცები, ისინი და ისე ვერ მოხდა, ისე ვერ გაკეთდა. ჩემი კომპანიის ძღოლს გადავეკვეთე გზაში და ეხლა ხო ხვდებით რა, ეხლა წამოიქე წავიდეთ, მოდი მეც აგეწავალ, შენც აგეწახვალ. ესეთი პონტი არის რა, ცოტა მე არ მომწონს ესეთი თემები და გადავწყვიტე, როდესაც მარტო ვიქნები, მაშინ წავიდე იქ სამონადირო მაღაზიაში, რაღაცეები დავათვალიერო, რაღაცეები ვნახო. ნუ გზადაგზად რაღაცეებს გადავიღებ, დღეს კიდე გუშინ წინ გადავიღე, ხო და ერთი სიტყვით ეხლა მინდა ჩემი მანქანა დაგათვალიერებინე, ჩემი სატვირთო, როგორ ვარ აქ, როგორ ვცხოვრობ ამ მინი ხრუშოვკაში, ესე რომ ვთქვათ რა. და შემდეგ ავიცი, გაგეთიშებით და ცოტა მოგვიანებით ჩაგერთებით. დავიწყოთ ეხლა. პირველ მოდი კამერას შემოვატრიალებ. აი ეს არის ჩემი სამუშაო ადგილი, აი სადაც მე მუშაობ, ესეთი ლამაზი საჭე მაკის, ესეთი ლამაზი დაშბორდით, პლანშეტით, მოწყობილობით, ეს ჩემი პატარა გორდეროვი არის, ესე რომ ვთქვათ. და აი აქ მუშაობ მე, ეს არის ჩემი სამუშაო ადგილი, ჩემო მეგობრებო. მე რაღაცებს შევისწავლი ამ მანქანასთან დაკავშირებით და დეტალებსაც შეგადაშიგ გეტყვით თუ რა და როგორ და რანაირად. ესეთი ლამაზი სათავსოები აქვს, 1, 2, აქ კიდე სათავსო აქვს. სათავსოები, ყველგან ჯიბეები, ყველგან სათავსოები აქვს. აი აქაც კიდე ზევით სათავსოა. აქაც კიდე უზარმაზარი სათავსოა, ხედავთ სავსე არის შინით. ვითი საკვებით. აი ეს ეგრეთ წოდებული გორდერობი, ესეთი გორდერობი არის და ბატონო ჩემო, შეგნით შეგვიძლია ტანსაცველები, ასე რომ ვთქვათ, დავკიდოთ, ჩამოვკიდოთ და ვასუფთავოთ რა, იყოს სუფთად. აქეთაც ესეთი ანალოგიური სათავსოა, რაც მარცხენა მხარეზე. აქაც სათავსოა, აგე კიდე ჩემი ვიდეო მოწყობილობები. ესეც air-fryer-ი არის, მიკროტალღურ ღუმელს არ ხმარობ. აზრი არა აქვს, ესეც იგივე რაღაცას აკეთებს. მეცაც გეტყვით, რომ ეს წვავს კიდევაც რაღაცეებს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მაცივარი. აი ესეთი მაცივარი მაქვს. ესეთი მითი რა საკვებით შიგნით, რაღაცეებით. აი აქაც კიდე ესეთი რაღაცეები, ხილი და ასე შემდეგ და აი ესეც საწოლის ადგილი, სადაც მე ვწევარ, საკმაოდ დიდი საწოლი აქვს. ეს პირველი სართულია, ეს მეორე სართულია, მეორე სართულზე ეს ცელოფანში არის, კიდე მატრასი არც გამიხსნია. აქაც დაშბორდი, თუ ამას რა ქვია, პანელი, ხო, პანელი ქვია. აი ესეთი პანელია, ნუ ამითი მუსიკა, კონდენსიონერი, თუ რამე გვინდა, ყველაფერს აქედან ჩავთავთ, რომ როდესაც ვწევართ, აქეთ უკან მხარეზე არ გადმოვიდეთ და აი ამ წითელ ღილაკს უნდა მივაქციოთ ყურადღება, ეს ყველა სატვირთოს აქვს.
აბსოლუტურად ეს არის რა. ვინ იცობა თუ გახდით ცუდად, გულმა შემოგიტიათ რაღაც ისეთი, აი ამას დააჭერთ ხელს და ეს თქვენი სატვირთო ბოლო ხმაზე, განწირულ ხმაზე ყვირის, კივის, წივის, ყველაფერი ანათებს, თუ რამე ნათურა აქვს, თუ რამე შეიძლება განათეს და ეს რუსულად ესე მარტივად ვთქვათ, წრევოგას იძახის რა, აი ანგრევს ყველაფერს. ისეთი ის აქვს და ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი ის არის რა, მოდი გავშალოთ ფეხი, ესე დავждეთ და დაგელაპარაკოთ. ძალიან კარგი ის არის საშუალება, ნუ ღმერთმა არავის არ დაგაჭიროთ, თუ დაგჭირდათ. ორიოდე სიტყვით გეტყვით ახლა მაკზე, ეს არის მაკი პიონერი 20-26 წლის, ჩემო კარგებო. გეტყვით რომ მაკი პიონერი და ვოლვო არის ერთი და იგივე ქარხანა, ერთი და იგივე წარმოებელია, ნუ ყველაფერი არის ერთი და იგივე. როგორც ხდება ხო, მაგალითად ფრეიტლაინერი იგივე მერსედესი, იგივე მერსედესი არის ფრეიტლაინერი და არის კიდევ ინტერნაციონალი, იგიც იგივე ფრეიტლაინერია, არა მერსედესი, უნდა ვთქვა. და კიდე რა, კენვორტი არის, პეტერბილდი არის, ეგ კლასიკები, არის თანამედროვე კენვორტები და პეტერბილდები, ჯერ ისინი არ მყოლია ამჟდარვარ. იმედია ოდესღაც მომიწევს კლასიკაზეც, აი ეს მანუალით კატაობა, ნამდვილი ასე რომ ვთქვა, ტრაქერობა ამერიკაში რომ შევითავსო, იმედია მომიწევს რა. და იგივე არის პიონერი და ვოლვო. ვოლვომ შეისყიდა მაკი, თუ მაკმა შეისყიდა ვოლვო, ამას ვერ გეტყვით, მაგრამ თუ გავხედავთ აი ამ სამუშაო, ესე ვთქვათ, კუთხეს, ჩემ სამუშაო კუთხეს, ჩვეულებრივი ვოლვო არის, ასე რომ ვთქვათ, აი რაღაცა, აი პატარა ძალიან მიზერული რაღაც დეტალები არის, ასე რომ ვთქვათ, ცოტა ჩანაცვლებული და ჩანსხვავებული. დანარჩენი აბსოლუტურად ვოლვო არის ჩვეულებრივად. მეცაც გეტყვით, MP13 ძრავი აქვს, ადრე ვოლვოს ჰქონდა MP8 ძრავი, ეხლა MP13 ძრავი აქვს. როგორც ვიცი, არის 455 ცხენი, მაგრამ უნდა გითხრათ, სადილეროები, სერვისები უკეთებენ, ანუ უყენებენ სიჩქარის შემაკავებელს, ანუ აგრანიჩიტელს, მაგრამ აგრანიჩიტელთან ერთად სამწუხაროდ, აი ჩვენ და სამწუხაროდ ადებილებენ ძრავს. ანუ ვითომ თუო ცხენებსო დაუკლებთო და თუო ნაკლებსო იგაზავებსო მძღოლიო, ხო? რესურსი მეტი ექნება ძრავს. მაგრამ აი ჩემი მოსაზრებით გეტყვით, სისულელი არის, ვინაიდან მანქანა წვალობს, უნდა წასვლა, უნდა წავიდე, ვერ მიდის, წვალობს, აი და რაღაცეები და ნუ, короче, ესე რომ ვთქვა, საკმაოდ ძლიერი ძრავია. როგორც ChatGPT მითხრა, ესე იგი MP13-ო, თორქი აქვსო 1960-ო რა. და ესეთი ვარიანტები არის კიდე მაკის. ეს არის ჩვეულებრივი, ასე რომ ვთქვათ, საბაზისო მინიმალური კომპლექტაციით, ანუ რაც ჭირდება მძღოლ სამუშაოდ, ის აქვს ამ მანქანას. დანარჩენები მერე განახებთ გარედანაც, ამას მაკს აქვს ესეთი ფრანგული ბულდოგია, თუ არ ვცდები, კაპოტზე დამაგრებული. თუ მაგალითად მაკი შეგხვდათ ოქროსფერი ძაღლით, ამას ვერცხლისფერი ძაღლი აქვს დამაგრებული, ოქროსფერი ძაღლით მაკი თუ შეგხვდათ, იცოდეთ რომ ის არის უმაღლესი კომპლექტაციით და ძალიან ძლიერი ძრავით. არც ვფიქრობთ მაგასთან გონკაობა, ასე რომ ვთქვათ. ძალიან მაგარი არის ეგ ოქროსფერიანი მაკი და ეს ძალიან ესეთი დიდი და სერიოზული მოკლედ ვთქვათ, ნავაროტკები აქვს აი იმ მაკს რა. ამასაც, ნუ ძალიან ისეთი
რუსებმა იციან თქმა გოლი პაკიათ ხო ანუ ესეთია რა მაცივარიც არ იყო ამაში მაცივარიც არ იდგა ეს მაცივარი სამსახურმა ჩამიდგა ორკამერიანია და ნუ მე მყოფნის ასე ვთქვა წყალიცივი არის საჭველიც არ ფუშდება და მშვენიერი ორიოდე სიტყვით რა ძალიან მომწონს მაგრამ არ მომწონს დავამატებ რომ აი ამ ხელა საწოლი აქვს ქვევითი ხელა ისაა და გაიღვიძე ერთი წამი დამელოდეთ გაიღვიძე მე რამდენი ხანია 6 არა 6 საათის მერე მგვიძავს რა ბიჭო ვერ ვიძინე მე შუა დღეზე უფრო მიყვარს აძინები რა ვიცი უნდა იბანაო როდის დავიდეთ მე უნდა დავიძრათ რაღაცა გავჭერდეთ იქეთ იუტაში ან საწყამე კაი წადი მიდი იბანა მე ვაილოძე ვიყავი ამ დილით სადა ვაილოძე ვიყავი გადასული საერთოდ ჩავასხი წყალი გადავივლე და მე მოვედი აქ დავდექი ადგილი იყო კაი მიდი წადი კაი ბიჭი აჯაბა მე მიყვარს თიელები ესე იგი ხო და იმას ვამბობდი რომ ნახეთ ამ ხელა ლოგინი აქვს და აი ლოგინის ქვევით ძალიან პატარა სათავსოა თუმცა აი დავამატებდი აი ჩემი რო იყოს ეს მანქანა აქ დევს აი ამ ხელა ესეთი ჰაერი სისტემა რაღაცა სისულელე იმას ვაფშე ამოვაგდებდი და გადავაგდებდი რაღაცა პატარას ჩავაყენებდი და ან ვაფშე საერთოდ ამოვიღებდი და UPS ჩავაყენებდი სტაიაჩნი ის რო არის რა რო დადგები და კონდენსიონერი მუშაობს და მანქანა დაქოქილი არ ყავს და რაღაცა კიდე რაოდენ ესეთი არ უნდა ჟღერდეს ჩემი აზრით და არა მარტო ჩემი აზრით პროფესიონალების თქმით და ძალიან ბევრი ბიჭები აი ამბობენ რომ ევროპული ტრაილერებიო ევროპული სატვირთოები ბევრად ჯობია ამერიკულებს მე არ ვიცი არ ვჯდარ ვარ ევროპულ სატვირთოზე არ მიმართავს მეცაც გეტყვით რომ მე სატვირთოზე საერთოდ მისამელი ამ მანქანაზე აქ დავჯექი შტატებში მომიწია დაწყება მუშაობის და ნუ არ ვიცი თუ ოდესმე საქართველოში მეღირსება ჩამოსვლა და იქ ტრაილერზე მოსინჯვა ჩემი ძალების რატომაც არა მე იქაც ჩავწერ ვიდეოს და ჩემ აზრს იქაც დავაფიქსირებ თუ როგორ არის ნუ ევროპულთან განსხვავებით ვიტყვი იმასაც რომ ძალიან დიდი ადგილი აქვს ძალიან მაგარი სივრცე აქვს აქ ორი ადამიანი და ერთი ბავშვი და აი სამკაციანი პატარა ოჯახი ჩვეულებრივად ყოველდღიურად იქნება და იმოძრავებს და რავი მე მაგალითად გეგმაში მაქვს აი ბავშვი როდესაც არ დადეგები ექნება ჩემი მეუღლე და ბავშვი წამოვიყვანო რეისში მოვატარო ამერიკა ასე რომ ვთქვათ ვანახო როგორ გამოიყურება ეს ყოველივე რეალურად რა ხდება რა არის როგორ არის ამერიკაში სიტუაცია და ესეთი პატარა ექსკურსია მინდა გავუკეთო ჩემ მეუღლეს და ბავშვს რა აი ვანახო აი რა ხდება აქ ყოველი დღეს ესეთი უბორკა მქონდა მე ზოგადად მეცაც გეტყვით რომ ძალიან პედანტური ვარ ძალიან მიყვარს სისუფთავეზე ჭკუა მეკეტება და ახალი მანქანაა მაგრამ მაინც ესუ ტილოებით ჩოთქებით რაღაცებით მდგარი ვარ და სულ ასე წვინდა ვასუთავ იმიტომ რომ აქ მე ცხოვრობ ასე ვთქვათ 24/7-ზე რა ეს იყო და ეს რაც ვიდოდა თქვენთვის ახლა წამლებს მივიღებ საჭმელს მივირთო რაღაცას ჯაბას დაველოდები საჭმელს შევჭამთ რაღაცას წამლებს დავლებ დღეს ნემსის გაკეთებაც მიწევს და აი წავალ აქედან მე ნელ-ნელა გავეშვებით რა კი მითხრა რატო არ წახვედი 6 საათზე თუ გაიღვიძე წასულიყავიო მაგრამ არა მე ესე არ მიყვარს როდესაც ესე გადავიკვეთებით და ერთად მივდივართ ერთად უნდა ვიყოთ რა
გაგეთიშებით ახლა დროებით და ცოტა მოგვიანებით, მერე ჩაგერთებით, ესე რომ ვთქვა, ჩემი სამუშაო ადგილიდან. აბა დროებით. აჰა. წავედით ბიჭებო, წავედით. აბა ხედა, აბა ხო, ეხა ჯაბასაწვავს ჩაასხამს. და გავეშვებით. შემდეგი გაჩერება გვექნება იუტაში, ასმაილში აქედან და მერე წავალ. დღეს უნდა ჩავიდეთ კალიფორნიაში ყველა ვარიანტში, დღეს ჩავალ, დღეს თვით ჩავაბარებ და ხვალ თუ ამიღეს ახალი ტვირთი, ხომ ძალიან კარგი. ესე იგი, სატვირთო შემოწმებული მაქვს, ყველაფერი რიგზე არის, ყველაფერი კარგად არის. დღეს დავრეცხე, დავაპრიალე ყველაფერი, ხო და ეხლა წავალთ. აი ეს ნახეთ როგორ დგას ქალბატონი მართავს აი ამ იმას აქვია double trailers. ქალბატონი მართავს double trailers. ჩემი აზრით, ჩემო მეგობრებო, ეხლა ცოტა დაგეჭვერავებით და შემდეგ გავაგრძელე გზას. 1000-ნაირი სამსახური არსებობს, 1000-ნაირი ის არის აქვია ამერიკაში, მაგრამ ტრაილერით მუშაობა მაინც ყველაზე მეტად ანაზღაურებადია, ყველაზე მეტად ასე რომ ვთქვათ, მომგებიანია. ნუ კი, წვალება გვიწევს, ქუჩაში ყოფნა გვიწევს. ხან მე სადვათენებთ გამეს, ხან სადვათენებთ, ხან რას ჩავთ, ხან რას ვსვავთ. ერთი მარტო ღმერთმა ისწის, მაგრამ მოგვიდა. მაგრამ რაც არ უნდა იყოს, მაინც ასე რომ ვთქვათ, ყველაზე მომგებიანი არის ტრაილერის ცხოვრება, ანუ ყველაზე მომგებიანი კი არა და ყველაზე მეტად ანაზღაურებადი სამსახური არის ამერიკაში ტრაილერის ცხოვრება რა. ნუ ეხლა თუ ვიტყვით იმას, რომ არსებობს სხვა, ესე იგი სამუშაოებიც, ანუ თუნდაც იგივე პიკაპ ჩაკით მუშაობა. პიკაპზე ნახეთ, პიკაპზე არის ორი ტიპის სამუშაო. ერთი არის მანქანებით მუშაობა და მეორე არის მუშაობა ვითი იგივე პიკაპით, მაგრამ ასე რომ ვთქვათ, ტვირთებზე, ანუ არა მანქანებზე, არამედ ტვირთებზე სამუშაო. შეგიძლია და ანუ პიკაპები არის ხა როგორც ხა არ დავიწყე მაგაზე საუბარს. როგორც ასეთი დიზელი საწვავით არის პიკაპები და არის პიკაპები ბენზინზე. როგორც ასეთი მოგეხსენებათ, ბენზინზე ნაკლებად ნუ როგორ გითხრათ, იცი, აი მოდი რეალურად ვთქვათ, რომ ბენზინზე ნაკლებად პრობლემები გაქვთ, ანუ ბენზინზე, ოღონდ აი ძალიან ხშირად გიწევთ შესვლა ჩასასხამად საწვავის. მერე ძალიან ასე რომ ვთქვათ, ხშირად გიწევთ ზეთის შეცვლა და სხვა ასე რომ ვთქვათ, გაუთვალისწინებელი ხარჯები და ბენზინი კიდევ, ხო, აი როგორც სატვირთო ბენზინი არ არის სატვირთო მანქანა რა. ბენზინი კარგი არის, ნუ ოჯახისთვის, ახლა პატარა როცა გყავს, პატარა მანქანა რატომაც არა ბენზინზე, მაგრამ აი საწვავზე რაც შეეხება სალიარკაზე, ანუ დიზელზე, დიზელის პიკაპები ძალიან ძლიერებია, ასე ვთქვათ. და ნუ არსებობს ახლა იმის ის, რომ აი მაგალითად დიზელზე ძალიან დიდი ყურადღება ჭირდება დიზელს, ხო? იგივე ფილტრების ცვლა, სალიარკის ფილტრის ცვლა,
ბაკის ფილტრის უცვლა, ყველა მეორე ზეთის შეცვლაზე გიწევთ ამ სალიარკის ფილტრების და ამ გერის ცვლა. პიკაპს, ანუ პიკაპი მეტი ესე რომ ვთქვა, ყურადღებას ითხოვს ვიდრე ბენზინი, მაგრამ პიკაპი ბევრად ძლიერი არის ვიდრე ბენზინი, ისა დიზელი ვიდრე ბენზინი, ხო და შესაბამისად ორი ტიპის პიკაპები არსებობს, ბენზინის და დიზელის. ჩემი უპირატესობა დიზელს. თუ დიზელს მიხედავთ, ძალიან მაგარია, ძალიან ბევრს გადის, ძალიან ეკონომიურად დადის და ძალიან ძლიერია და თქვენ გიწევთ აქ ხან თაში გიწევთ სიარული, ხან პარში გიწევთ სიარული, ხანსად და ხანსად. ამ ბენზინი, წვალებადია ვიდრე დიზელი. შეგიძლიათ როგორც მანქანებზე, ასევე შეგიძლიათ ტვირთებზე, ანუ მანქანებს ქვია car carrier-ი, იგივე car hauler, ასე ეძახიან და ტვირთებზე გადამზიდავ პიკაპებს ეძახიან hot shots. რაც შეეხება ანაზღაურებას, აი თამამად შემიძლია გითხრათ, ძალიან ბევრი ჩემი სამეგობრო მუშაობს. ორმანქანიანებით, სამანქანიანებით და დამიჯერეთ, თუ კარგ კომპანიაში მუშაობთ და ყავთ კარგი დისპეჩერი და კარგი დისპეჩინგი გაქვთ, დამერწმუნეთ თქვენი პიკაპით ბევრად მეტ ფულს იშოვით ორმანქანიანი პიკაპით. ბევრად მეტ ფულს გამოიმუშავებთ და იშოვით, ვიდრე მე ძღოლი ამ ტრაილერს. რაც შეეხება თანხებს და მუშაობას, ჭაბებს და რაღაცებს, ამაზე მე ვიდეოს ბოლოში ვისაუბრებ, რამდენი დღე ვიარე, რამდენი გამოვიმუშავე, ასე შემდეგ და ასე შემდეგ, იგივე სიტუაცია არის ტრაილერებზეც, აქაც არსებობს ქარხოლერი, 3-იანი, 4-იანი, 5-იანი, 7-იანი, 9-იანი, არსებობს რიფერი, ანუ იგივე მაცივარი და ჩემ შემთხვევაში დრაივენი. არსებობს კიდევ ფლეტბედი არის ღია პლატფორმა, რაზეც ტვირთებს დევენ. არსებობს კონესტოკა, იგივე ფლეტბედი არის, როგორც კონესტოკა, უბრალოდ დახურული არის და აი ტარპის გადაკრა, აი ბრეზენტის გადაკრა არ გიწევთ, უბრალოდ იქ მიაჩოჩებთ ჟალუზებს და გამოაჩოჩებთ. არ გამორჩეს. კიდევ არსებობენ 1000-ნაირი ეს ოვერსაიზები, ანუ არაგაბარიტული ტვირთები, არსებობენ კიდევ ლოუბოები და რავი, ტრაკინგი, ზოგადად აი ტრაკინგი რასაც ქვია, ამერიკაში, ამერიკა არის ჩემოკარგებო დაფუძნებული აი ბორბლებზე, ანუ ბორბლებით არის აქ ყველაფერი რა. ანუ თვითმფრინავით გადაზიდვა, გადმოზიდვა იმდენად ძვირიჭდება, რომ არ ვიცი, მატარებლებით კიდე აქ არა აქვთ ამათ ისეთი ფუფუნება, რომ აი მატარებლით ყველგან მიხვიდე, მაინც ლობირება მაინც უნდა გაუკეთო მე ამ ტრაილერით რა და რაღაც. ხო და როგორც ნახეთ, მართვის მოწვევებს თუ შევეხები კიდე, მართვის მოწვევა არსებობს D კატეგორია, პირველი, ანუ იგივე ჩვენთან რო B რო ვთქვათ რა, პატარა მანქანის, მერე არსებობს E კატეგორია მოდის, ანუ იგივე A, ანუ როგორ ვთქვა, E არა, E კატეგორია, ხო? ანუ E, ინგლისური E, ასე მარტივად რო ვთქვათ რა. ეგ არის 26,000-იანი ტვირთი, ანუ 26,000-ში მოისაზრება არა 26 ტონა, არამედ 13 ტონა. 13 ტონაში მოძრაობა, ანუ 26,000 LBS-ი თუ საერთოდ როგორც ქვია მაგას პაუნდი თუ ამათი პაუნდები და LBS-ები და რაღაცები, ჯერ კიდე ფარენგეიტები, ჯერ კიდე ვერ გავიგე. ხო და CDL-ი კიდე რაც შეეხება, აი CDL-ი არსებობს, CDL-ი A კატეგორია, უკვე A კატეგორია რო ვთქვათ, ჩვენებურად CDL-ი A კატეგორია არის commercial-ი და აწერია მართვის მოწმობაზე, ესე იგი პროფესიონალი, ანუ რო ახლა შეცდომაში არ შეიყვან, გეტყვით commercial, ასე აწერია commercial professional driver, კომერციული სატვირთო, ხო? და პროფესიონალი დრაივერი. სხვა მართვის მოწმობებში პროფესიონალი არ წერია. წერია დრაივერი, ანუ driver license-ი, ჩვეულებრივად და ჩვენი მართვის მოწმობებში, ჩემ შემთხვევაში, ჩემი CDL-ის მოწმობაში წერია professional driver license. მაგრამ იქ კიდე არის კომერციული ტრანსპორტი.
თუ პატარა მანქანით შეგიძლიათ ყველგან შესვლა პიკაპით, მისაბმელიანი პიკაპით, რა ვიცი, ნავით, კატერით, ვაგონით, აქ ყველაფერი დააქვთ. აბსოლუტურად პრინციპებით, თუ რამის გადატანა შეიძლება, ყველაფერი გადააქვთ პრინციპებით. იმათ თუ შეუძლიათ მაგალითად აი უბრალოდ პარკინგზე შემოვიდნენ, ხო? სადაც აწერია მაგალითად only commercial truck, მაგალითად commercial car ან რაღაც commercial transport, ну, ათასნაირად შეიძლება იყოს კომერციული მართვის, ანუ კომერციული მანქანა, რაც არის, იმათ შეიძლება იქ ჩაუვლება შევიდნენ, მაგრამ მე იმისი შესაძლებლობა არ მაქვს რა იქ, ასე ვთქვა. ანუ ბევრ რაღაცეებში ჩვენ ტრაილერის ძღოლები, ანუ ტრაილერით, მისაბმელი, ანუ ამითი რა, საკვირტოტი ბევრ რაღაცეებზე შეზღუდულები ვართ. იგივე ბელ პარკვეიზე, ბეი პარკვეიზე, პარკვეი, აი როგორ გითხრათ, რა არის პარკვეი? პარკვეი არის ქალაქში რო ესეთი ისინი იყოს რა მაგისტრალები რო არის, გაშლილი მაგისტრალები რო არის, მან ჩვენი მაგალითად სიარული არ შეიძლება. არის ადგილები მაგალითად სადაც შეიძლება. მაგრამ აი ინდონეზია არის ყველაფერი გამარტივებული, დაღეჭილი, ისა რომ თუ ახლა კაცმა იცი წერა კითხვა, ინგლისურად კითხულობ, პრობლემა არ აქვს, არსად არ დაიკარგები, არსად არ გაიჭხირები რა. ესენიც ამაზე მოდიან და ამას იძახიან, რომ კომერციულიო, ესე იგი, კომერციული მანქანის ძღოლი უნდა კითხულობდეს ინგლისურად, უნდა წერდეს ინგლისურად და უნდა ესმოდეს ინგლისურად, რა ხდება, რა გვინდა ჩვენ მისგან. ძალიან ბევრი არიან ადამიანები, რომ არ იციან, არც წერა იციან, არც კითხვა იციან, არც ინგლისური იციან, არც მე არ ვიცი ინგლისური კარგად. მაგრამ აი ისეთ დონეზე, რომ აი სამუშაო პროცესში, აი პოლიციელთან საუბარი და რაღაცა და ეს ინსპექციის ჩატარება და ეს ამაზე პრობლემა არ აქვს. მე, მაგრამ აი როგორც ასეთი, რომ აი სალაპარაკო თამამად თავისუფლად ის ინგლისურად ხო ეგრე არ არის. მაგრამ არიან ადამიანები, არიან ბიჭები, რომ ვაფშე საერთოდ არ იციან, გარტყმაში არ არიან და ამიტომ არიან ესენი გაგიჟებულები. ეხლა ნახეთ, გზაზე მიდიხართ, ხო, მაგალითად პირობითად გზაზე მიდიხართ და აწერია construction, ხო, construction მშენებლობა. და ჩართული არის ეს ციმციმები და გეუბნება, რომ სიჩქარეს დაუწიე და construction-ის ზონაში, ანუ სამუშაო ზონაში წადი 55-ით, ანუ 45-ით speed limit-ით, ხო? ესენი მიშხუილობენ ბოლომდე. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ქართველია, რუსია, უკრაინელია, უზბეკია, ტაჯიკია, ვინც არ უნდა, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, მიშხუილობენ გარბიან. ამერიკელებიც მიშხუილობენ გარბიან. ამას წინათ ასე კონსტრაქშენში მივდიოდი ნელა და 55-ით მივდიოდი. ნუ და უკასი ვიწრო გასასვლელი ვერ გავილი და ხარ გამაფრინდებოდნენ თავზე, ხო? ლამის შემჭამეს მანქანებმა, რომ აი დავა ჩქარა მითი. ნუ უნდა დაიკიდო რა და უნდა წახვიდე, ხო და ესე არის, ანუ ჩემოგარგებო, რომ ბევრ რაღაცეებში, ხო, აი მე მაგალითად ამ ხალხს, короче, ბევრ რაღაცეებში ვამართლებ კიდევაც. ბევრ რაღაცეებში აი ესეთი გრძნობა მიჩნდება რა, იმისი რომ ყველას ერთ ქვაბში ხარშავენ და ყველას ერთად გაიგივებენ და ყველა ერთად გავხადეს, ასე რომ ვთქვათ, შარიანები და ეს რედიტელები რა, რო იტყვიან ესე ტერმინი, რო ვიხმარ. მე მაგალითად აი ჩემ შემთხვევაში სექტემბრის ბოლომდე მაქვს კომერციული მართვის მოწყობა, კერძოდ ტრაილერის 80,000-იანი, 40 ტონიანი მართვის მოწყობა რა, მაქვს სექტემბრის ბოლომდე. სექტემბრის ბოლოს ამ მართვის მოწყობას უკვე აღარ გააგრძელებენ. აი რაღაც სასწაული უნდა მოხდეს, რომ მე მართვის მოწყობა გამიგრძელონ და შეძლო მუშაობა. ეს არის ტრამპის საემიგრაციო პოლიტიკა და Take the ramp on the left to I-70 west toward Green River. ტრამპის საემიგრაციო პოლიტიკა არის ეს თემა ახლა რაც ხდება, короче და გვეუბნებიან, რომ არა, თქვენ ხართ
არალეგალები და თქვენ არ უნდა იჯდეთ ამ სატვირთოზე. მაგრამ ამ სატვირთოთი ხო, ანუ ტრაილერით ჩვენი ცხოვრება ხო, ჩემი ცხოვრება მაგალითად ტრაილერით არ დაწყებულა და ტრაილერით ღმერთმა არ დაამთავროს არასოდეს. ხო და მე პიკაპით დავდიოდი, ადრე box truck-ი მყავდა, იგივე სპრინტერები რო ვთქვა და პატარა მარშრუტკები და დადიხარ რა მუშაობ, შემთთვის კაციშვილი არაფერს არ გეუნება, ხმას არავინ არ წევს, მიდი იმუშავე, ოღონდ არ დაარღვიო წესები და წყნარად ლამაზად იარე, ნუ რა ვიცი, შევაფუთხებ და ნუ რა ვიცი, ნუ მოკლავ და არავინ არაფერს არ გეუნება. მეცაც გეტყვით, მე წელიწად ნახევარზე მეტია ტრაილერით მუშაობ, მანამდე კიდევ მეორე პიკაპით მუშაობდი წელიწად ნახევარი და ერთი წელი კიდე პატარა სპრინტერით მუშაობდი, სულ თავიდან რომ აი შემესწავლა ამერიკა ხო, მესწავლა როგორ არის აქ სიტუაცია, შტატები, გზები, ყველაფერი და არასოდეს ჩემთვის არავის არ გვეუბნებოდა და მეცაც გეტყვით, აი საერთოდ რაც CDL-ის მართვის მოწმობა მაქვს, საერთოდ ანუ ინსპექციაც ჩანატარები არ აქვს და საერთოდ განაჩერებიც კი არა ვარ საერთოდ რა. ხო და ამიტომ რა ვიცი, ჩემო კარგებო, ეხლა მე მაგალითად ძალიან მწყინს, რომ აი ჩემნაირი მძღოლი მაგალითად ღმერთით საერთოდ არაფერი გამიფუჭებია, არასოდეს არავის დავტაკებულა, არავისი ბოძი არ მომითხრია და ძალიან მაგარი და ძალიან სუფთა მართვის მოწმობა მაქვს და წარმოიდგინეთ, აი ინგლისურად კითხულობ, ინგლისურად წერ, მესმის, პატარ-პატარა ვსაუბრობ კიდევაც ინგლისურად და აი მე მეუბნებიან, რომ შენ არ უნდა იჯდე. და აი ვიღაცა აი შენ მაგალითად არა. და აი ვიღაცა დღეს მწვანე ბარათიანი ან ვისიანი, საბუთიანი მოვა აიღებს მართვის მოწმობას და აი ამ ხელა საპირთოზე წავა დაждდება და წავა და იმუშავებს რა და ის იმას უფლება რომ იმუშაოს და ის ითვლება პროფესიონალად და მე არ ვთქვი არა პროფესიონალად. ვლებით ხო? ამიტომ ნუ ეს იყო ახლა რაც მინდოდა თქვენთვის მე თქვა მომეყოლა და რა ვიცი, ნახოთ, იმედს ვიტოვებ რომ ყველაფერი კარგად იქნება და ყველაფერი მშვიდობიანად იქნება. ეხლა გაგეთიშებით ტელეფონზე მირეკავენ და ვუპასუხო და ცოტა მოგვიანებით მე ისევ ჩაგერთებით რა. აბა დროებით. When the storm is moving in, the sky goes dark and you feel the wind. Too much weight just holds you down, waiting for the calm to come around. And you harbor all your tears, your desperate beliefs and fears. You will rise above, know that you are strong. Though the road is long, there is always love to carry you home. When there's no solid ground, walls are closing in, and you hear the sound of your heartbeat through your chest. Oh, your head is spinning, you can't find no rest, and you harbor all your tears, your disbeliefs and fears. And you will rise above, know that you are strong. Though the road is long, there is always love to
carry you home. Home. To carry you home. საღამოშვიდობის მეგობრებო, როგორ ახართ? მოკლედ ჩამოვედი კალიფორნიაში. დღეს უკვე დადგა მეოთხე დღე. რაც თვირთი ავიღე მიჩიგანში, წამოვედი კალიფორნიაში და დღეს მქონდა კალიფორნიაში ჩემი პირველი ინსპექშენი, ანუ ინსპექტირება, რაც წარმატებით ჩავიარე. თუ არ ჩავთვლით იმ ფაქტს, რომ ქალბატონმა პოლიციელმა პირველი ლეველი ინსპექშენის მაგივრად ჩამიწერა მეორე ლეველის ინსპექშენი, ვინაიდან მცხოვრმაო ვერ გაიგო უთხარიო ტორმოზების ჩაწევა. ხო და აბსურდულია, იმიტომ რომ პირველი ინსპექშენი, პირველი ლეველის ინსპექშენი რომ ჩაეწერა, სტიკერი უნდა დაეკრა, ინსპექტირების სტიკერი, რაც იმას ამტკიცებს და ამბობს, რომ ყველაფერი ხუთიანზეა, ყველაფერი წროში არის და მგონი 3 თვე ინსპექტირების ჩატარების უფლება არ აქვთ, მაგრამ ეგ სიაფანტია, იმიტომ ძალიან მქონია ადრე მე ინსპექტირებები ჩამივლია, როდესაც გაუკეთებია ჩემთვის ინსპექტირება, სტიკერიც გაუკრიათ, მაგრამ უთქვიათ, რომ კაროჩე ეგ შეგიძლია გააძრო და ტრაქში გაიგეთო რა. მე ხელახლა უნდა გაიგეთო ინსპექტირება, რა ესეთი ყოფილა და მოკლედ ჩამოვედი, დროც გამითავდა, ესე იგი დავაპაუზე უკვე დრო. ჩემ დასაკეთებად ხვალ დასვენება არის, ხვალ სამუშაო დღეები არ არის და ზეგდილამდე, ანუ სამშაბათამდე მიწევს დგომა. რასაც მაგალითად დავისვენებ, რაღაც პატარას კავილი გამოველი გავერთობი და ეს დროც გავა, ანუ კვირის ციკლი მაქვს ამოწურული რა, დარჩენილია 12 საათი და რაც არ მეყოფა, ამიტომ ახალი ციკლის ჩართვის შემთხვევაში 34 საათი უნდა გავჩერდე. მე ჩავთავ ახალი დრო ჩაირთება და ჩვეულებრივად ყოველ დღე ჩვენ გექნება 14 საათი მოცემული მუშაობისთვის, ანუ შიფტი ეგრეთ წოდებული და 10 საათი ყოველ დღე დაცინება. და ეგეც 24 საათი, ანუ მოკლედ გეუნებით, იმიტომ როგორც ატყობთ, ძალიან დაღლილი ვარ, ძალიან ესე იგი ვიფიქრებ პატარა საჭმელსაც ჩემჭამ, მაგრამ ჭამის თავიც არა მაქვს, ეხლა უნდა უცებ გავთიშო, უცებ უნდა დაგიმშვიდობოთ და ხვალ შევეცდები, რომ ვიდეო დავარედაქტირო და ავტვირთო და გითხრათ რა, როგორ და რანაირად მინდოდა ვიდეოს გადაღება, როგორ დავტოვე ტრაილერი, ყველაფერი, მაგრამ არ მქონდა მაგის თავიდან ნერვები. სიმართლე რომ გითხრათ, ცოტა არ იყოს ვინერვიულე ამ ინსპექტირებაზე, მით უმეტეს კალიფორნიაში, ეს კი არის ლოიალური შტატი არის მიგრანტების მიმართ, მაგრამ აი რაც შეეხება მუშაობას და ამ სატვირთოს და ამ თემებს და იმას დაზოგვარიციან, ძალიან მკაცრები არიან და მე რა თუ არა შემხვდა ქალბატონი პოლიციელი, ზოგადად ქალბატონები ცოტა მკაცრები არიან, ბევრად ვიდრე მამაკაცები. მოკლედ აი ამ დაღლილ ნოტაზე დაგემშვიდობებით, ჩემო და მომავალ შეხვედრამდე. გამოიწერეთ ჩემი არხი და მეკომენტარეთ, რა სისურვებდით, რა შევიტანო ვიდეოებში, რა დავამატო, რა გამოვაკლო, დაწერეთ თქვენი ჯანსაღი კომენტარები და დარჩით და დაელოდეთ ახალი ვიდეოების ჩაწერას. ალბათ ჩაწერა, ხო? ეს იყო და ეს რაც მინდოდა მეთქვა თქვენთვის შემოკარგება, დროებით, წარმატებებით და კარგად წამდებოდეთ. აი აუ. ესე ძალიან დაღლილი ვარ და ხა დავეცე და უნდა დავიძინო, არც დაფანის თავი არ მაქვს.
ხვალ ბევრი დრო მაგწინ და ვიბანავებ და ყველაფერს გავაკეთებ ესე ვთქვათ რა. აბა დროებით და კარგად იყავით. I turn the key, make my sign of faith. One more mile, one more day. I left my house in the rearview mirror. At the gate, my love waving at me. Between the lines and endless skies, I see her face every night. Between